ამ გვერდზე რომ გადახვალთ, რეგისტრაციას გადიხართ ამ ღილაკზე დაწყაბებით sign up. ახალ წიგნს შევქმნით, დაგათვალიერებინებთ, აბა რა დისი გაკეთება შეიძლება. მაგალითად, დავაწყაბებ აი ამ ღილაკს და read-ს მივცემ, წამიკითხე ეს წიგნი მეთქი. ეხლა ეს არის სავარჯიშო წიგნი და ნახავთ ყველანაირ ვარიანტს, როგორ შეგიძლიათ ინსტრუმენტები გამოიყენოთ ამ წიგნში და მერე შექმნათ თქვენი ელექტრონული წიგნი რამე თემატიკის მიხედვით, ან რა ვიცი, პროექტს მიუძღვნათ და პროექტში დაგეგმილი რომელიმე აქტივობის მიხედვით გააკეთოთ ასეთი წიგნი. აი ასეთნაირად სურათი ავტვირთე, ჩემი სელფი გადავიღე, ვიდეო დავდე, შემდეგ ფიგურები ავტვირთე, Word-ის დოკუმენტი, PowerPoint-ი, ვიდეო ავტვირთე. შემდეგ ნახეთ პადლეტი დავდე აქ, პადლეტი ხო ვისწავლეთ და ამას თუ გავხსნი, გამიხსნის პადლეტს. აი ამ პადლეტს გამიხსნით. უშინო დაგათვალიერებინეთ. პადლეტი ჩავდე შიგ. ნახეთ ხატე სხვადასხვა ფერებით. შემდეგ ფიგურები ჩავსვი, ნახატები ჩავსვი. აქეთაც ეგ განსხვავებული სტილის ნახატებია, ტყობთ, ხო? და შემიძლია მივცე read again, ანუ ისევ წამიკითხეო და აქ თუ დავაწყაბებ read to me, ანუ წამიკითხე მეთქი, თუ კი რამეს ინგლისურს ნახავს, ყველაფრის საკითხვა შევძლებ. აი აქ ეხლა თუ იქნებოდა. ანუ თუ გინდათ თქვენ ხმოვანი სიგნალის, ანუ voice-ის ჩაწერა შეიძლება ხმის ჩაწერა და ყოველ გვერდზე შეგიძლიათ კუთხეში დადოთ თქვენი ხმა და როგორც PowerPoint პრეზენტაციებში შეგიძლიათ გაახმოვანოთ, აქაც შეგიძლიათ ხმოვანი წიგნები შექმნათ. ესე იგი, სულ 40 წიგნის შექმნის უფლება მქონია და მე ჯერჯერობით მაქვს 7 წიგნი შექმნილი, რა თქმა უნდა, შემიძლია ესენი თუ კარგებია დავტოვო, თუ არა და წავშალო და სხვა წიგნის შექმნა დავიწყო. მაგალითად, შემიძლია აქ. ნახეთ, ყველა შექმნილი წიგნი სხვადასხვა ფორმისაა. ამას თუ დავაწყაბებ, ცვლილებებს შევიტან და ამ სამ წერტილს თუ დავაწყაბებ, შემიძლია ან წავიკითხო, ან რომელიმე ბიბლიოთეკას რეგისტრაციის დროს ქმნით, გადავიტანო, ან დავაკოპირო. აი მაგალითად დავაკოპირებ და უკვე 2 წიგნი იქნება. აი 2 წიგნი გაჩნდა, ხო? აი ეს კოპირდება უკვე. ანუ დუბლირება ხდება, ანუ ზუსტად ისეთივე იქმნება. შემდეგ კიდევ რა? შემიძლია კომბინირება მოვახდინო წიგნებისა. და თუ გაზიარება გვინდა, შეარღილაკით ვაზიარებთ და თუ წაშლა გვინდათ, delete book-ით შლით. აი მაგალითად თუ მინდა წაშლა, დავაწყაბებ delete-ს და დავეთანხმები, კარგი მეთქი. და წაიშლება. მოდი აბა ეს არ მაქვს ჯერ გამოქვეყნებული და ამას წავშლი. აი, წაიშალა მარტივად. დავიწყოთ მაშინ ახალი წიგნის შექმნა. იმისათვის რომ ახალი წიგნი შევქმნათ, უნდა დავაწყაბოთ plus new book. ახალი წიგნის შექმნა. დავაწყაბოთ. ნახეთ, აქ გვაქვს შაბლონების ტემპლეიტები, ანუ სხვადასხვა ტიპის წიგნები არის შექმნილი და თუ რომელიმე თემა გაინტერესებთ, შეხვალთ და იმას გადააკეთებთ. რომელიც გინდათ, მაგალითად სამზარეულოს წიგნიო, ფოტო ალბომიო, გაზეთიო, ნახეთ გაზეთის სტილისაც არის აქ მოცემული. და შიგ ჩაასწორებთ რაღაცებს. შეხედეთ, აბა როგორ საინტერესოდ არის გაზეთი შექმნილი. აი ეგ ტექსტებია ჩადებული. ხედავთ ხო, რა საინტერესოდ არის. ხო, გადავშალეთ მეორე გვერდზეც ასეთია. ანუ ყველაფრის შეგიძლიათ. მეტი გვერდი არ არის აქ. დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ. ეხლა კიდევ რა, რა ვიცი, რა გაინტერესებთ კიდევ.
აი ჟურნალი ჩვეულებრივი ჟურნალიო. მე რაღაცა თემებს არის მიწყვნილი, დანარჩენი შეგიძლიათ დაათვალიეროთ, მაგრამ მე ხა გაჩვენებს სულ სუფთა ფურცლიდან როგორ დავიწყოთ წიგნის შექმნა. დავიწყოთ დავაწყაპოთ blank book და ავირჩიოთ ნებისმიერი აი ამ 6 ვარიანტიდან. ნახეთ თუ დააკვირდებით გაზეთი რომ შექმნეს იქ დაახლოებით ასეთი იყო, ხო? landscape-ის ტიპისა იყო, რაღაცა თავისი ადგილები აქვს მიწყვნილი, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ landscape-ის ტიპისა ავირჩიოთ ასეთი ლანდშაფტის ტიპისა და სრულიად სარიელი. რა ვიცი, რომელიც გინდათ, მაგალითად ავირჩევ აი ამას. პირველ რიგში მე მჭირდება რომ ამას ყდა გავუკეთო. ყდაზე შემიძლია სურათი ავტვირ თუ ან რამე ერთფეროვანი ყდა გავუკეთო. ეხლა იმისათვის რომ ყდები ავირჩიოთ, უნდა დავაწყაპოთ აი ამ იღილაკს. აი, რა ვიცი, გერმანული ვინც ისწავლეთ, ის დაუძახებთ, ინგლისური ვინც ისწავლეთ, აის დაუძახებთ. დავაწყაპოთ ამ ღილაკს და ნახეთ გამოვიდა ფერები. შემიძლია ავირჩიო ნებისმიერი სოლიდური ფერი, აი ამათგან. და დაბლა თუ დააკვირდებით არის კატეგორიები. აი გარდა ეხლა მე ხო ავირჩიე სოლიდური ფერები, აქ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ეს სადაც გინდათ დააყენოთ და იმ ფერი აირჩიოთ. აი ამ ფერს ავირჩევ, შეიცვალა, ხო? ან დავუშვათ, ავირჩევ აი ამ ფერს, შეიცვალა კიდევ. ასევე არის ნახეთ კატეგორიები კომიქსის ტიპისაო, აბა ვნახოთ ახლა კომიქსის ტიპი რას ნიშნავს. თუ გადავალთ კომიქსზე, ნახეთ ასეთი ტიპები არის აქ. მაგალითად ავირჩევ ამას. ან ამას. რა ვიცი, როგორც გინდათ, ან ამას. რომელიც გამოგადგებათ ხდისთვის, მე უბრალოდ დაგათვალიერებინებ და გადმოვალთ უკან. ფაქტიურად პადლებს რო ვაკეთებდით, იმ პრინციპით არის ეს საწყობილი. შემდეგი არის paper, ანუ ფურცლის ფორმისაო და ნახეთ ფურცელზე რა არის. უჯრიანი, შემდეგ უფრო წვრილი უჯრები, შემდეგ არის სულ მილიმეტრულ ფურცლებს რომ ვეძახით, ცალხაზიანი, უფრო ახლოს მყოფი ცალხაზიანები, მერე ასეთი რაღაცა. უფრო დაშორებულები, წერტილები რომ აქვს. შემდეგ სანოტო სისტემაც გვაქვს, აი ამათი არჩევა შეგიძლიათ, ანუ გააჩნია ვის რა დანიშნულებით ჭირდება ეს ფურცელი. შემდეგი ჩამოვიდეთ აბა სხვა კატეგორია ვნახოთ, შემდეგი კატეგორია არის ბორდერს არის საზღვრებიო, აბა ვნახოთ რა საზღვრებს გვეუბნება, საზღვრებზე არისო. ასეთი რაღაცეები, ანუ როგორ შემოვსაზღვროთ ეს ყველაფერი. აბა თქვენ რომელი მოგეწონებათ, რომელი ავირჩიოთ. დავუშვათ ეს ავირჩიე. ეს ჯერჯერობით ყდა არის, მეგობრებო. და ყდაზე მინდა რომ რაღაცა განსაკუთრებული. აბა ტანანა, ანუ რასაც ვირჩევთ, მე ცვლილებას ახდენს და ისევ ახალი დგება, ხო? და ანუ შემდეგზე რო გადავალთ, კიდე ახალი დგება და ფაქტიურად ერთი წუთით ხო, იმიტომ რომ თქვენ გასაზღვროთ მაგ ყველაფერს და მაგასაც გასწავლით ახლა როგორ გავაკეთოთ. ეხლა აქ გვინდა ყდა კი გავაკეთეთ, მაგრამ გვინდა რომ წარწერაც გქონდეს რაღაცა. ესე იგი ეს მხოლოდ ყდის ფონებს განსაზღვრავს და ეხლა პლუს დავაწყაპოთ და აი აქ შეგვიძლია სურათი ავტვირთოთ აქედან. აი მაგალითად მოძებნეს სურათი რაღაცის მიხედვით ან ატვირთეო და მოდი აქ დავაწერ ითვინინგის ლოგოს მოვძებნი, აბა თუ მომიძებნის. სხვათა შორის აქ როგორ შეგიძლიათ იცით მოძებნა კიდევ. ატვირთოთ თქვენი კომპიუტერიდან, ჩაწეროთ სიტყვა ან აქ თქვა, ჩავრთავ და მთავარია ხო დაინახეთ და ასე შემიძლია ეს მოვატრიალო, ეს სადღაც დავდო და
აქ შევიდი აქ და ეხლა უკვე აი ამ ტექსტის ღილაკით დავაწერო მაგალითად პროექტი STEM სწავლებას. თავიდან თუ შევალ, შემიძლია ეს ყველაფერი მოვნიშნო და bold მივცე. აი ასეთნაირად დავდეთ წარწერა. გადავდივართ შემდეგ გვერდზე. ეს არის მეორე ფურცელი და აქაც გვინდა ფონი. აბა რომელ ფონს მირჩევთ? რა ვიცი, მე ეს მომწონს ხოლმე. ეს ფონი და თქვენ თუ სხვა გნებავთ, სხვა არჩიეთ, მაგალითად ასეთ ფონს ავარჩევ. დანარჩენი გვერდები თუ მინდა ერთნაირი იყოს ყველა. ხო? borders და ავირჩიე აი ეს. თუ კი მინდა ყველა დანარჩენი გვერდი ასეთი იყოს, მაშინ ეს უნდა დავპინო. ანუ ყველა ასეთი იყოს. მეთქი, ამიტომ ამ ქინძის თავს დავაწყაბებ. ის რომ ავირჩიე, აქ უნდა დავაწყაბო pins. აი დაპინულია. აბა შემდეგზე გადავიდე. აი უკვე დაიწყო მუშაობა. ანუ ჯერ პინი უნდა მისცეთ და მერე აირჩიოთ. და ყველა დანარჩენ გვერდზე იგივე ერთნაირები გექნებათ, მაგრამ თუ განსხვავებული გინდათ რომელიმეზე, ზუსტად იმ ფურცელს შეცვლით, რომელიც განსხვავებული გინდათ. გავეცი ხო თქვენს კითხვას პასუხი ძებან რომ გაინტერესებდათ. კარგი, გავაგრძელოთ ახლა. ესე იგი, პლუსში უნდა ვეძებოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. პირველი გვაქვს მონიშნული მედია, ესე იგი, სურათის მოძებნა უკვე ვნახეთ. ამ ღილაკით, რასაც გვინდა იმას ჩავწერთ სიტყვას, მაგალითად ჩავწერთ school. გეტყვით კიდევ რომ თუ ინგლისურად ჩაწერთ სიტყვას, მოძებნის ვარიანტი უფრო მეტია. იმიტომ რომ ქართულად შეიძლება ბევრი არ მოიძებნოს. ხო, აი ასეთი ტიპის ნახატები გამოიტანა, ეხლა რომელიც გვინდა იმას შემოვიტანთ, მაგალითად ამას შემოვიტანთ და ჩავსვამ. სკოლაც შემიძლია დავაპატარო. შემდეგი ისევ ამ გვერდზე ვართ. ამ გადავიდეთ და თან ვამუშაოთ ეს, რომ აქ შემიძლია ტექსტი დავწერო. ან ნახეთ, პრინციპში რასაც გავივლით, იმას გამოვიყენებ ხოლმე იგივე გვერდზე, რომ ახალზე მერე ახალი ფურცელი გავხსნა. ჩემი სკოლა. ნახეთ აქ რამდენი რამე გამოიტანა ტექსტისთვის დააკვირდით მეგობრებო. ანუ ზომაც უკვე შიგნით, ნახეთ ზომაც გამოიტანა. ფერებიც აგვარჩევინა. აი ფერებიც მაგალითად ავეჩე. იასამნისფერს. დავბრუნდები უკან. ცოტა დავაპატარავებ ამ ტექსტს ასე. გავაბოლდებ ახლა. და შემდეგ რა ვიცი, რაც გინდათ. თუ ამას დავადებ, ნახეთ ჩამოვიტან დაბლა. ამას თუ დავადებ, დაუშვათ, ნახეთ ეს რატო შემოვიტანე. აი შემიძლია ან უკან გადავიტანო წარწერა, ან წინ გადმოვიტანო. ხედავთ, ხო? ან წინ დავადებ, დაუშვათ ორი ფიგურა არის, წინ და უკან რო გავიტანო და თუ ლოკს დავაწყაბებ, ეს ნიშნავს, რომ ეს ამას ვეღარ შეცვლი, ასე დარჩება, რო აღარ წამეშალოს. დავაწყაბებ ისევ unlock, და გაიხსნა, ანუ ბოქლომს თუ დავადებ, ვეღარ შევცვლი, თუ ავხსნი, ასე იქნება. და შემდეგ ასევე შემიძლია ფონი მივცე და ასე შემდეგ ჭრდილები მივცე, აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენ თვითონ როგორც გინდათ, აი რაღაცა ჭრდილები ჩავურტე, შუაში მოვაქციე, გადავდივართ შემდეგზე. ეხლა შემდეგ გვერდზე რისი გაკეთება შეგვიძლია? სურათები ავტვირთეთ. მოდება შეიფები ვნახოთ, ფორმები. აქ ჩავდგეთ და აქაც ანალოგიურად შემიძლია ჩავწერ და აბა მოძებნი. ახლა თუ მომიძებნა, აი გულები მომიძებნა, მაგრამ ეს არის პრემიუმ კონტენტიო. ამიტომ ეს არ მინდა, მაქვს აგერას სხვადასხვა ფიგურები.
რაზეც დავაწყაბებთ, იმ ფორმას გადმოიტანს. აი ასე გადმოიტანა. ეხლა თუ მინდა მეორესაც გადმოვიტან განსხვავებულს კიდევ, დავუშვათ რომელიღაცას აი ამას გადმოვიტან. ეს შემიძლია შევაბრუნო აქეთკენ, ან გავადიდო და წარწერათაც გადავაკეთო. უნდა მიხედოთ, როგორ გამოიყენებთ, რანაირად გამოიყენებთ აქ. შემდეგი გადავიდეთ აბა, დავბრუნდეთ ისევ მედიაში, გადავალ კამერაზე, გადმოვედი აქეთ და აბა ჯერ სურათი უნდა გადავიღო. ემზადება ჩემი ვიდეო. აი დააწყაბებთ ამას, take picture. დააწყაბეთ მაგას გადაღება, 1 წუთით არ წაშალოთ, ნახეთ მეგობრებო. თუ წაშლა გინდათ და თავიდან გადაღება, delete დააწყაბეთ და თუ გამოყენება გინდათ, მაშინ use picture-ო. და თუ მოგეწონათ, ეს დააყენეო. კი ბატონო. დააწყაბეთ აბა მაგას. და მაგ სურათს გინდა დააპატარავებთ, გინდა გაადიდეთ, დიდი მადლობა. ეხლა შემდეგ გვერდზე გადადით აბა. შემდეგ გვერდზე. კი ბატონო და პარიღამ ვიდეოს გადაგვიღეთ და გვაყურებინებთ ვიდეოს როგორ გადავიღებთ. ისევ კამერაში შევდივართ, უკვე record ვიდეო. აი აქ. და ნახეთ 3 2 1 დაიწყო. ახლა შეგიძლიათ რამე თქვათ კიდეც ტექსტი და ამის მერე სტოპს დავაწყაბებთ. ხმით არ გქონდათ გაზიარებული, ამიტომ თქვენი ხმა ვერ გავიგონეთ, მაგრამ არა უშავს. აკაც ზუსტად იგივე პრინციპია, delete თუ არ მოგწონთ და use video თუ მოგწონთ. და აბა ჩასვიდეთ ვიდეო. use video. შეგიძლიათ მერე დაშალოთ მარტივად, აი ასე. ეხლა დავუშვათ თუ მაგაზე დადგებით, გააქტიურეთ აი ეგ ვიდეო, დადექით-ზედ, გააქტიურეთ. მარჯვენა ღილაკი, მაუსის მარჯვენა ღილაკს დააწყაბეთ აბა, ზედვე, მაუსის მარჯვენა ღილაკს. აი ნახეთ, წაშლა იქნებოდა cut, ანუ ამოჭერიო ეს და წაიშლებოდა. კარგი, მადლობა. გადავედით შემდეგ გვერდზე, აბა წინაზე გადმოვალ ერთი რო ეს წაშლა გაჩვენოთ კიდევ. ნახეთ, cut თუ დავაწყაბე, აი ნახეთ რა არის. ეს არის ამოჭრა, ეს არის კოპირება. აი კოპირება გავაკეთე ამის და ეხლა სად ჩავსვა. დავუშვათ წავიღებ წინა გვერდზე, დავდგები აქ და paste. და ნახეთ აქ გადმოვიტანე. ანუ კოპირება შეიძლება თურმე. და გადატანა. შემდეგი, ეხლა ეს ხო დაკოპირებული მაქვს უკვე და აქვე ჩავსვამ. აი ჩავსვი. კიდე ჩავსვამ დავუშვათ. და ეხლა თუ მინდა წაშლა, წაშლას როგორ ვაკეთებ? ისევ მარჯვენა ღილაკი. აი ნახეთ, აქ არის წინ და უკან გადატანა. თუ ამაზე დავდგები, შემიძლია წინ გადმოვიტანო, ან უკან გადავიტანო. თუ დავაწყაბებ ბლოკს, როგორც გითხარით, მაშინ ამას ვეღარ გადავაადგილებ, აი ამას. ანუ გაქვავდა იმ ადგილზე, ჩაიკეტა უკვე. მაგრამ შემიძლია cut დავაწყაბო და უბრალოდ წავშალო. შემდეგი მოდის რა? კამერა განვიხილეთ უკვე. ხმის ჩაწერა განვიხილოთ. ეხლა აი ნახეთ, დავაწყაბებ records. და აი აქ უნდა დავაწყაბოთ, დაიწყე ჩაწერა. Start recording, ამას თუ დავაწყაბებ, დაიწყება ხმის ჩაწერა და ეს გითხარით, რომ ყველა გვერდზე შეგიძლიათ ჩაწეროთ. აი მაგალითად 1 წუთით აბა დავაკენსელებ ამას და გადმოვალ. პარიღამ დავიწყებ. აი აქედან დავიწყებ ჩაწერას ხმისას. მოგესალმებით. გადავწყვეტე შემექმნა ელექტრონული წიგნი იმისათვის, რომ მეჩვენებინა პროექტის მიმდევრობა. აი ჩავწერე. ეხლა სად წავიდა ეს ჩანაწერი? აი აქ დაიდო, როგორც PowerPoint-ში, შემიძლია ჩამოვიტანო და სადღაც აქ დავადო კუთხეში. ეხლა გადავალ შემდეგ გვერდზე. ისევ ჩავწერ. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სკოლის შენობა, რომელიც არის 2 სართულიანი. ნუ აქ 1 სართულიანია, დავდებდი მაგალითად ჩემი სკოლის სურათს.
და ფაქტიურად ნახეთ რაღაცა წიგნივით შევქმენი და ვყვები რაღაცას. ციფრული თხრობა ქვია აი ამას, რასაც მიეკუთვნებიან ეს რესურსები, ციფრული თხრობის ინსტრუმენტები და ერთ-ერთი არის ელექტრონული წიგნი. ანუ ჩანაწერიც ვნახეთ და ეხლა დაგვრჩა ეს ინსტრუმენტი, pen, ფანქარი. სხვადასხვა ტიპის ფანქრები არის და პირველ რიგში ვირჩევ ფერს. მაგალითად ავირჩევ, ნახეთ, აქ ფერადებიც არის რაღაცა ჟუჟუნაფერები, ნაირნაირები და უშუალოდ ავირჩევ აი ამ ფერს. აი ამ ფერს ავირჩევ. მაგალითად, ავიღე ასეთი ფერი და ეხლა უნდა ავარჩიო კალამი. პირველ კალამს ავირჩევ, პირველ კალამს და აქვე უნდა ავირჩიო, რა სისქისა იყოს ეს ყველაფერი. აი მაგალითად, ცოტა მსხვილს ავირჩევ. აი ასეთ რაღაცას გავაკეთებ. აი ესე გავაფერადებ. აი ასეთი ფერადი ბორცვები გავაკეთე რაღაცა. ხო, ეხლა თუ კი სადმე არ მომეწონება რამე, წამოვიღებ აი ამ საშლელს. ეს არის საშლელი. ჩავდგებით, ასე მოვაკოხტავებ კიდეც. გადავდივარ შემდეგ კალამზე. გადავალ, აი ეს არის უკვე ფუნჯივით. მოდი ახლა გადმოვალ და სხვა ფერს ავირჩევ. მაგალითად ავირჩევ რა ფერი იყოს ვარსკვლავებიანი ცა, რომ მთლად ვარსკვლავები არ იქნება, მაგრამ ფუნჯი უკვე მეორე ავირჩიე და ავირჩიე ეს ფერი, ხო? აი ეს. და მინდა რომ ახლა აი ეს. ნახეთ, ის ჩემი ყდაც კი, ის ჩემი ის რომ მქონდა აღებული შაბლონური ბორდერი, ანუ ჩარჩო, ისიც კი დავმალე. აი ასეთი ვარსკვლავებიანი ცა გავაკეთე. აქაც თუ კი რამე არ მოგეწონებ, დაიღებ საშლელს და მოვაკოხტავებ კიდეც აი ასეთი. ისევ ფანქარი ავირჩიე და უკვე ეს ავირჩიე სხვანაირი, ოღონდ ფერებსაც შევცვლი. ავა, ეხლა მინდა რომ დავხატო და უშუალოდ ზე მინდა დავხატო. წავშლი შუაში, რაც არის. ასე და ნახეთ ახლა შემდეგი მაქვს აი ეს საღებავების სათლი, ყუთი რაღაცა, საღებავებისა, დავაწყაპებ ამას და რა ფერიც მაქვს არჩეული, იმ ფერით გაივსო. ახლა აქ თუ უფრო სხვანაირი ყვითელს ჩავასხამ, სხვანაირი ყვითელს თუ ჩავასხამ, სხვანაირი ყვითელი ჩაისხმება. წამოვიღებ ამას და შემოსაზღვრული არე, სადაც არის, თუ ჩავასხამში, ასეთნაირად შეივსებ ფერით. ანუ ცალ-ცალკე გაფერადება კი არ დაგჭირდებათ თქვენ. დაგჭირდებათ უბრალოდ შემოსაზღვროთ რაღაცა არე. შემდეგი არის ისევ ყვითელს ავირჩევ. აი ამ მესამესას და აბა ვნახოთ როგორ გამოვიყენებ და ცოტა წვრილს ავირჩევ. და აი ახლა ნახეთ, ვითომ ეს სხივებს ფანტავს. აი ეს ნახეთ როგორი მკრთალი ფერია რაღაცნაირად არის. ასხივებს თითქოს. და მოდი აბა თუ დაეტყობა, იგივე ფერი არ ეტყობა, ამიტომ ცოტა განსხვავებულ ყვითელს ავიღებ. აი თავისივე ფერისას გავუკეთებ თვალებს. გადავდივარ შემდეგზე. შემდეგი არის აი ეს, მწვანეს ავირჩევ, მწვანეს, ცოტა მსხვილ წერტილებს ავირჩევ, აი ამას. ესე ნახეთ, ფერებს გააჩნია რა ფერებს აირჩევთ თქვენ. შემდეგ ავირჩევ და უშუალოდ ყვითელს, ავირჩევ აი კალამს ის დავსვამ, აი აქ წერტილებს. თუ დააწყაპებთ, როგორც ყვავილის გულები, ისე შეგვიძლია გავაკეთოთ. შემდეგ შევცვლი ფერს, რა ფერი ავირჩიო, მაგალითად ავირჩევ აი ამ ფერს და გავამსხვილებ ბოლომდე, უკვე არის და ნახეთ მივყვები, აქ სუცისფერს ვამს, ეგრე სად არის. აი ნახეთ თანდათან ცვლის ფერებს.
თუ ამ ხაზს გააყოლებთ, მიადევნებთ თვალს, რომ ეს ფერებს შეცვლის რაღაცას და როგორც გინდათ, ისე გამოიყენებთ მერე ამას. და არის კიდევ ფანქრის სხვა ნაირსახეობა, ეს არის ავტომატური კალამი. ავტომატური კალამი ნიშნავს, რომ მაგალითად მე მინდოდა ყვავილი დამეხატა და კარგად ვერ უხატავ, ან მინდოდა დამეხატა ვარსკვლავიან მზე, რაც მინდა. დავაწყობებ ავტომატურ კალამს, ავირჩევ და ჯერ ფერი უნდა შემერჩია, აბა დაველოდოთ, მაგრამ არა უშვებს. მწვანე რა შეიძლება იყოს წრე, აი ესე და მომეჭყაბნა რაღაცა. დააკვირდით ახლა მაღლა, რამდენი ვარიანტი შემომთავაზა. აბა რის დახატვა გინდოდაო? აი მაგალითად თუ კარტოფილის დახატვა მინდოდა, ამას ავირჩევ, თუ მსხლის დახატვა მინდოდა, ამას ავირჩევ. და გამომიტანა ასეთი მსხალი, გავადიდებ ამას. შემდეგ კიდე დაიწყეო და ვეტყვი, რომ მეტი აღარ მინდა, მე X-ით გამოვთავ და done უნდა დავაწყაბო, რომ დავამთავრე ხატვა მეტი. აი დამიხატა. თლიანი ნახატი შექმნა ამითი, რომ დავაწყაბე done, ესე იგი დაასრულა. და აქვე შემიძლია დავაწყაბო ისევ იგივე pens და დავიწყო ახლა რა კიდევ ერთი რამე დაგვრჩა, smile რომ არის ემოციები. ემოციების ჩასმა შეგვიძლია რაც მინდა, ან მოუძებნოთ მაგალითად. აქ ჩავწერ, ან სიტყვებით ჩაწერთ, ან მოძებნით, ან როგორც გინდათ. ეს ბევრი ცხოველებია და ძალიან ბევრი არის. მაგალითად, ხეს ჩავსვამ, ან პალმას ჩავსვამ. აი, ლამაზი პალმის ხე ჩავსვია. შემდეგ აქ ზევიდან შეგიძლიათ მოძებნოთ რაც გინდათ. მაგალითად, საქართველოს დროშას მოუძებნი, საქართველოს დროშა ჩავსვი. გადმოვიტანე და აქ დავადე სადღაც. შემდეგ, შეგიძლიათ მოძებნოთ კიდეც ბურთი, ნახეთ, ბურთები მომიძებნა. აბა, რაც იყო, ისინი ამომიყარა, იქნებ მოგწონსო რამე. და მაგალითად, აი ამ ბიჭუნას ჩავსვამ დავუშვათ. და ვიღაცა ბიჭი გარბის ბურთით და ხტება მაღლა, რომ ბურთი ჩააგდოს. აი, როგორც გინდათ კომიქსების გაკეთება შეგიძლიათ ნაირ-ნაირის. და დავაწყაბებ done. აი, ჩასვა ამ ნახატში. Z დაადო იმ ნახატს, ეს ახალი დაადო Z. მაგრამ თუ ყველაფერს ერთად შევქმნიდი და მერე დავაწყაბებდი done-ს, მერე გააერთიანებდა. გადავდივარ შემდეგ გვერდზე და რაღა დაგვრჩა. მედიაში შევედით, სურათი, კამერა, ესენი შეიპებშიც განვიხილეთ და ეხლა გადავიდეთ more. More გვიჩვენებს ფაილის ატვირთვას. ფაილი დავუშვათ ავტვირთე რაღაცა Word-ის ფაილი. მივწევ გვერდზე. შემდეგ შემიძლია ავტვირთო PowerPoint-ი. ესეც აგერა მაქვს. შემდეგ შემიძლია ავტვირთო პატარა ვიდეოც და ვიდეოც დადო. და აქვე შეგვიძლია embed-იც გავაკეთოთ. ანუ ჩაშენებაც გავაკეთოთ. გადავიდეთ შემდეგზე. აი თქვენ რო პადლეტი შექმენით, სადღაც რო პადლეტი გვაქვს, მოდი აბა მე უცბად გადავალ პადლეტზე. ავიჩევ ერთ-ერთ პადლეტს რომელიღაცას და მის embed კოდს ავირჩევ. მაგალითად სიმეტრიული ფიგურებიო. აი ამას გავხსნი და ნახეთ ისევ გავიმეორებთ, ან როგორ უნდა გავაზიაროთ, გასაზიარებლად ვაწყაბებთ აი ამ ღილაკს შეარ. შემდეგ ვაწყაბებთ აი აქ embed. ამის შემდეგ დავაკოპირებ ამას. დაკოპირდა ეს. გადმოვალ ამ ჩემს წიგნში და ეხლა მინდა ჩავსვა ეგ ყველაფერი. edit-ში დავბრუნდები უკან ისევ. აი აქ რომ შევალ
პლუსში more, შემდეგ embed ავისჩიე და აი აქ უნდა ჩავსვა embed კოდი, გინდა YouTube ვიდეოსი და გინდა Padlet-ის. ძალიან ბევრ პროდუქტს აქვს embed კოდით გაზიარების საშუალება. Confirm დავაწყაბებ და აი ეს Padlet-ი ჩაიდო აქ და მაჩვენებს ამ სურათით გამოვიტანო და კი ბატონო დავამატებ. აი ამას გავადიდებ კარგად. როგორც მინდა. ან წესით ახლა ტექსტით შემეძლო აქ დამედო და ასევე შემეძლო კიდევ voice-ით ჩამეწერა, ანუ ხმაც ჩამეწერა. ამ Padlet-ზე წარმოდგენილია სიმეტრიული ფიგურები ჩვენს გარშემო. და გამოვიყენებ. აი აქ დავდებ ამას. ეხლა თუ დავაწყაბებ აი ამას, ნახეთ, ამას გამიხსნის Padlet-ს და სხვადასხვა საშუალებებით შემიძლია ვნახო. ფაქტიურად დავასრულე ამ წიგნის შექმნას, ეხლა მთავარი გვაქვს გასაკეთებელი. ჯერ წავიკითხოთ და მერე უნდა გავაზიაროთ ეს. დავაწყაბებ ამას და ნახეთ უკვე ბოლოში მიხვედიო და წაიკითხეო. დავიწყებ სულ თავიდან. აი დაიწყო თავიდან და ეხლა აქ დავაწყაბებ. STEM. მოგესალმებით. გადავწყვეტე შემექმნა ელექტრონული წიგნი იმისათვის, რომ მიჩვენებინა პროექტის მიმდევრობა. ანუ მე არ ვეხები თავისით შლის ყველაფერს. ინგლისურად რაც ეწერა, ისინი წაიკითხა. My school. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სკოლის შენობა, რომელიც არის ორსართულიანი. მე ძალიან მიყვარს, როცა მოსწავლეები თვითონ ჭრიან გეომეტრიულ ფიგურებს, აწყობენ სხვადასხვა ახალ ფიგურებს და ქმნიან კომპოზიციებს. ნუ ეხლა ვიდეო გაუშვა, კარგი აღარ მინდა, ეხლა მე თვითონ გადავალ ბოლოში, აღარ მინდა ამდენი. მე მგონი გასაგებია პრინციპი, ხო? ეხლა თუ გინდა ამითი მთელ ეკრანზე გაშლი, თუ გინდა დააპატარავებ და შემდეგი არის გაზიარება. აი ეს ღილაკი. მოდი აბა თავში დავბრუნდეთ ეხლა სულ თავში, როგორც ჩანს ეს ჩემი წიგნი. აი აქ თუ გადავალ my books, აი აქ გამოჩნდა თაროზე დალაგდა ჩემი წიგნები, 9 წიგნი მქონია უკვე. შემიძლია გადავაწყო და ასე დავალაგო. აი ასეთნაირად რაც გამოვიყენე ისინი გამოჩნდა. ისევ დავბრუნდებ my books-ში. ანუ შევცვლი აი ამ რეჟიმს, ასე მირჩევნია რომ იყოს. ისევ გადავალ ამ წიგნზე და მინდა ამ წიგნის გამოქვეყნება და გაზიარება. ანუ რო გავაზიარო, ამისთვის საჭიროა ჯერ უნდა გამოვაქვეყნო. ესე იგი my books გადმოვედი. აი აქ იქნება გაზიარების ღილაკი, 3 წერტილს დავაწყაბე და share უნდა მივცე, share. ეხლა რომ გამოქვეყნდება, ნიშნავს რომ სხვებიც დაინახავენ ამ ყველაფერს, ნახეთ. დავაწყაბებ share. აქ შეგიძლიათ online გააზიაროთ, ან ჩამოტვირთოთ ელექტრონული წიგნი ან დაბეჭდოთ. შეგიძლიათ online გააზიაროთ, ანუ ეს არის წაკითხვა, ბიბლიოთეკაში გადატანა, დაკოპირება, როგორც წეგან არის. წიგნების შეერთება, ანუ ნახეთ რამდენიმე წიგნის შეერთება შეგვიძლია, ბოლოში წაშლა არის. და ეხლა გადავიდეთ share-ში. share-ში თუ გადახვალთ, ჯერ უნდა გამოაქვეყნოთ online, publish online და ნახეთ აქ გვეუბნება, მიეციო წიგნსო სახელწოდებაო. სახელწოდება შეგვიძლია მივცეთ რაღაცა პროექტი. მერე აქ მოკლე აღწერა, STEM-ი დავუშვათ და შემდეგ პრივატული იყოს თუ public-ი, ანუ საჯარო იყოსო. და მერე გეკითხებათ გადაკეთების უფლებას თუ მისცემო სხვასო, allow remix-ის, ანუ სხვამ რო აიღოს და შეცვალოს რაღაცები, იმის უფლებას თუ მისცემო. თუ on-ს ჩავრთავთ, ესე იგი ვიღაცა სხვა აიღებს და ეს დაფიქსირდება როგორც template, როგორც ის გაზეთი რო ვნახეთ. ის არის აი ამ ფუნქციით გაზიარებული თუ არა და off-ი იქნება. და აქ დავაწყაბებდით მერე publish online. ანუ უკვე ნახეთ როგორ უნდა გამოაქვეყნოთ
share, შემდეგ publish online, აი აქ დავაწერ რაღაცა პროექტი, აქაც დავაწერ რაღაცა აღწერას, publish online, ჩამოდით publish online, აი უკვე ქვეყნდება, ჩამოვძანდით დაბლა, ჩამოდით და დაველოდეთ ჯერ არა, ჯერ მიდის გამოქვეყნება, ნახეთ top publishing წერია. პრინციპში ეგ ნიშნავს, რომ გამოქვეყნება შეწყვიტეო. ეხლა შეგიძლიათ დააწყაპოთ copy links, ან read online-ს დააწყაპეთ, აბა read online. ნახეთ, გადაგიყვანათ იმაზე და ეხლა მაგას უკვე როგორც გამოქვეყნებულს ისე კითხულობს. New generation. აჰა. My school. სამი სამართულველებში სულ მაღლა პირველი გახსენით და copy links დააწყაპეთ.